თბილისის სააპელაციო სასამართლოში ერთი წლის წინ დაკავებული პროევროპული აქციების 8 მონაწილის ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ საქმის მასალებს მტკიცებულებად დაემატოს BBC-ს გამოძიება, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად სავარაუდოდ პირველ მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი კამიტი, ანუ ბრომბენზილის ციანიდი გამოიყენეს. მათივე შეფასებით, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, საბოლოო ჯამში გამოვა, რომ დაკავებული პირები დაზარალებულები იქნებიან. შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურორები და განაცხადეს, რომ ეს სიუჟეტი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადდა, ამიტომ საქმეს არ უნდა დაერთოს. მოსამართლე პაატასილაგაც ბრალდების პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვეფხია კასრაძემაც ისაუბრა. პირადად მე ისეთი სიმპტომები მქონდა, რომ მხედველობაც კი დამიქვეითდა მას მერე. +1 ვატარებდი სათვალეს და სადღაც 2 თვის მერე +2 დამჭირდა. საშინელი ხველა მქონდა, ბავშვებიც მომეწამნენ. დაეწყოთ პირღებინება. მაშინ ვერ მიხვდით რაში იყო საქმე, მაგრამ მერე ეს ყველაფერი გაირკვა. 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დემონსტრანტებს თავდაპირველი ბრალი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ბრალდებით, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი 5 კი ამავე მუხლით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ და 2 წელი მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფი პროტესტის მონაწილეების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მჭედლიშვილის გამომწყვნებელი განაჩენები უკანონო და დაუსაბუთებელია და მსჯავრდებულების გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სასჯელის დანიშვნას თავდაპირველად წარდგენილი 225 მუხლით ითხოვს, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.